დილამშვიდობის. თაღამშვიდობის. მე ჭრუვარ. მე ავთო, დღეს საუბრობთ საინტერესო პროექტზე სახელწოდებით გამბრიელი და ეს არის ჩვენი პირველი Q&A და უპასუხებ თქვენს მიერ გამოგზავნილ კითხვებს. საიდან გაჩნდა იდეა და რატომ მაინც და მაინც სულელური ანგელოზი ჯოჯოხეთში? საინტერესო კითხვაა. თავდაპირველად როცა brainstorming-ის პროცესში დავიწყეთ ფიქრი იდეაზე თუ რაზე შეგვიძლია გვემუშავა, ან როგორი ვიზუალის იქნებოდა საერთო პროექტი. ყველას ჰქონდა წარდგენილი ესე ვთქვათ პრეზენტაციის სახით საკუთარი იდეები. რამდენიმე დღე დაუთმეთ, მოკლედ ამ ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთი იდეები იყო, რომ მაინც და მაინც დიდად არც ერთი პროექტი არ გვეძახდა. და ერთ-ერთ brainstorming-ის დროს ჩვენ არდირექტორმა მოიტანა საინტერესო იდეა სულელ ანგელოზზე, რომელიც ჯოჯოხეთში მოგზაურობს. და მთელი თავგადასავალი ჯოჯოხეთში. და აქედან აურჩიეთ დამრელის პროექტი. level design-ის ფილოსოფია, ხო, ფილოსოფიაზე შეიძლება ილაპარაკო თუ? ხაფანგები, ფაზლები და პლატფორმები. რა არის ინსპირაცია და რა ეტაპზე ვართ? ძირითადად level design-ზე მუშაობის დროს ძალიან ბევრი პროექტი ავიღეთ ინსპირაციად. იქიდან გამომდინარე, რომ როცა პირველად მუშაობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი ნიუანსი იყო, თუნდაც ქარაქტერის გადაადგილების კუთხით და ტრეფების კუთხით, რაზეც გჭირდებოდა მიგვიღო კარგი რეფერენსი. გამოვიყენეთ დიდი პროექტები ჩვენ ჟანრში, ვნახეთ თუ როგორ ქონდათ გადაწყვეტილი სხვადასხვა პრობლემები, თუნდაც პერსონაჟის გადაადგილების კუთხით, ან რა წინააღმდეგობები შეიძლება მოთამაშე შეხვედრო და აქედან გამომდინარე შევიჯერდით ჩვენს რაღაც ვარიანტს. სხვათა შორის ვიტყვი და დავამატებ იმას, რომ ბევრი რაღაც გავთესტეთ, ალბათ ჯამში 10 რაღაცას რო ვწდიდით, ალბათ ბოლოს დავტოვეთ 2. რა ხდის დამბრიელს უნიკალურს? სხვა მეტროიდვანიებისგან. დამრიელი არის საუკეთესო. გადასარევი. აი. ძირითადად მოკლედ რომ უპასუხოთ ამ კითხვას არის რომ გვინდოდა შეგვეტანა ისეთი ელემენტები, რომლებიც აქამდე თუნდაც სხვა მეტროიდვანიებში არ ქონდა ნახი და ქონდა სურვილი რომ ჩვენთან ყოფილიყო. ესეთი იყო მაგალითად პირველი რაც მოხსენდება crafting სისტემა, რაც სულ ფიქრობდით აი ნებისმიერ თამაშს თუ თამაშობთ 2 Hollow Knight-ი ან სხვა მეტროიდვანიებს, ფიქრობთ რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ეს მოთამაშისთვის. ასეთი იყო ასევე dungeon სისტემები, თუმცა ჩვენ და სამწუხაროთან საბედნიეროდ Hollow Knight-ის გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა რომ იქაც არის dungeon სისტემები. ძირითადად ესეთ სახის ნიუანსები, რაც ჩავმატეთ დამრიელში. და ალბათ პერსონაჟიც არის რაღაცა განსხვავებული რა, ვიდრე სხვა და სტორიც თავისებური. იუმორისტული. გეგმები კონსოლებზე განიხილება თუ არა Game Pass-ი. კარი, კონსოლებს რაც შეეხება. ამჟამად ვმუშაობთ კონსოლებზე, მაგრამ უშუალოდ ესე არ გვაქვს განსაზღვრული, რომ აუცილებლად იქნება ამაზე და ამაზე. ამიტომ ჯერ დაპირებას არ ვიძლევით, მაგრამ ვმუშაობთ. ამჟამად პროცესშია. პროგრესი დემოდან რა შეიცვალა და რა გაკვეთილი იყო გუნდისთვის? ხან დიდი რაოდენობით ფიდბექი მივიღეთ. იდეაში რამდენმა მოთამაშემ ითამაშა 2000-ზე მეტმა კაცმა. 2000-ზე მეტმა 2000-ზე მეტმა ადამიანმა ითამაშა ჩვენ Discord channel-ზე ძალიან ბევრმა გამოაგზავნა საინტერესო ფიდბექი. რა თქმა უნდა, იყო ისეთი ფიდბექი, რასაც ჩვენ თუნდაც ვატყობდით, რომ ვერ ვასწრებდით იმ მომენტში, რომ გამოგვესწორებინა და დემო ისე ჩავუშვით, რომ რაღაც პრობლემები ვიცოდით, რაც იყო, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებდით და დემო ისე ჩავუშვით, რომ რაღაც პრობლემები დარჩა. თუმცა იყო ისეთი ნიუანსი, რაზეც ყურადღება არ ქონდა მიწეული და ეგეთი ფიდბექით, რა თქმა უნდა, შემდეგ აპდეიტებში უკვე რასაც ეხლა ვამზადებთ, უკვე გათვალისწინებული არის. Upgrades-საც შეეხება დემოს შემდეგ არის ბევრი რამ, მაგალითად, საერთოდ არ ქონდა არც ერთი NPC, არანაირი quest-ები, არც ერთი side quest-ი არ ქონდა, არც ინტერაქცია არ ქონდა ზოგადად ამ ქარაქტერებთან. კიდევ რაც არის, მაპი არ ქონდა არც დემოში მაპი არ. ეგ უფრო ფუნქციონალური ნაწილია, მაგრამ დიდი ფიდბექი მაინც მოდიოდა boss fight-ებზე და enemy combat-ზე. იმიტომ რომ იქ ქონდა რეალურად. კი, და ძირითადად გამოსწორებები უფრო boss fight-ზე იყო, შესწორებები, ბალანსირება და ასევე enemy-სთან როგორი ინტერაქცია ქონდა თუნდა. ხო, ესე კიდე რაც ძალიან გავაუმჯობესეთ არის ქარაქტერის კონტროლერი, კიდე რაც
საგზნობლად გაუმჯობეს. და ბევრი ენემით დაემატა. რელიზის ფანჯარა და მომავალი აქტიურია. თამაში გამოვა. აუცილებლად გამოვა. ვიმედოვნებთ. ხო, იდეაში რაც შეეხება თვითონ რელიზს, გეგმავთ შემდეგი წლის პირველ ნახევარში, რომ თამაში ხელისასწრაფო იყოს ტივზე. რაც შეეხება აქტიურებს, აქტიურად ტესტავთ თუნდაც boss fight-ებსაც ჩვენ Discord channel-ზე და ვცდილობთ რომ ყოველ 10-15 დღეში ახალი enemy, ახალი boss-ი გავტესტოთ ჩვენს მოთამაშეებთან ერთად. სხვა შორის ეხლა მალე ჩავუშვებთ ერთ-ერთი ახალი boss-ის ტესტირებას, რომელიც არის კოლექტორი. ასე რომ შემოგვიერთით ჩვენ Discord channel-ზე, გაგვიზიარეთ თქვენი ვიდეოები და რა თქმა უნდა feedback-ი. ხო, და პლუს ერთს დავამატებ. სანამ დაგემშვიდობებით. ძალიან დაგვეხმარება თუ Steam-ზე demo version-ს ითამაშებთ და reviews დაგვიწერთ, იმიტომ რომ Steam-ის ალგორითმი ისე მუშაობს, რომ რაც უფრო მეტი review გაქვს და რაც უფრო მეტი ადამიანი გაფასებს, მით უფრო მაღლაც წევს თამაშს და უფრო დიდ რაც უფრო კარგ თამაშს გავაკეთებ და რაც უფრო კარგად იქნება ყველაფერი, მით უფრო კაი იქნება საბოლოო ჯამში. მაგრამ არასაბოლოო თამაში და ხო, არასაბოლოო თამაშია. არის დაგემშვიდობებით. მადლობა მეგობრებო, მადლობა. იმედია საინტერესო იყო და ახლა დაგემშვიდობებით.